ქვეყანაში ახალი არჩევნების და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით პროევროპული პროტესტი გრძელდება. 28 დეკემბერს უწყვეტი აქციის 31 დღეს მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. 15 საათიდან ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის დედაქალაქის შემდეგ ლოკაციებზე შეიკრა. ესენია მეტეხის ხიდი, მშვიდობის ხიდი, ბარათაშვილის ხიდი, ზაარ ფრიუკენის მოედანი და მშრალი ხიდი, კალაქტიონ ტაბიძის ხიდი, თამარ მეფის ხიდი, ბაღვაშტი ბაგრატიონის ხიდი. თბილისში ერთობის ჯაჭვი შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. დედაქალაქის გარდა ერთობის ჯაჭვი შეიკრა სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, ფოთში და გორში. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა. შეხვედრამდე თბილისში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები ოპოზიციური პარტიის ლიდერებსაც შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, ისინი თბილისში იმყოფებიან ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას თავისუფლებისკენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური სამყაროს სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ მისწრაფებაში. ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა ბენჟამინ ჰადადმა განაცხადა, რომ მიუღებელია ქართული ოცნების მუქარა სალომე ზურაბიშვილის დაპატიმრების შესახებ. ამასთან მან X-ზე დაწერა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება უნდა შეწყდეს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ქართული ოცნების მუქარა პატიმრობით მიუღებელი და შეუთავსებელია ევროპულ პერსპექტივასთან. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა და დაშინება უნდა შეწყდეს. საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, წერს ბენჟამინ ჰადადი სოციალურ ქსელში. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკაში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზეა მიწვეული. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯო ვილსონმა X-ზე დაწერა. როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში მადლობელი ვარ, რომ მივაწოდო მიწვევა პრეზიდენტ ზურაბიშვილს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად. მე აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით ივანიშვილისა და მისი მეგობრების CCP-ში და ირანის რეჟიმის თავდასხმის წინაშე, წერს ჯო ვილსონი. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება. მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური პროგრამების ხელმძღვანელი ლორა თორნტონის თქმით, დემოკრატები და რესპუბლიკელები თანხმდებიან, რომ ქართული ოცნების მთავრობა ავტოკრატიული მიმართულებით მიდის. ამიტომ უადგილოა მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოვა და ოცნებას გადაარჩენს. მან ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა. აღნიშნა, რომ საქართველოში რუსული გავლენის გარდა ჩინეთის და ირანის გავლენებიც არის. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაკნა X-ზე ამერიკის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქციებას ეხმიანება. დრო მოვიდა ივანიშვილმა საქართველოში დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრისთვის პასუხი აგოს. ესტონეთმა ის და 27 სხვა ინდივიდი დაასანქცირა საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობასა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში მათი მონაწილეობის გამო. მოხარული ვარ, რომ სხვაებიც ამ გზას მიჰყვებიან, წერს მარგუს ცაკნა. ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი X-ზე ამერიკის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმიანება. მისი თქმით, სანქციები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც უნდა დააწესონ. დღე 31 ქართველები ევროპის გვერდით არიან და არა რუსეთის. ევროპულმა ქვეყნებმა, მაგალითი ბალტიის სახელმწიფოებისა და ამერიკისგან უნდა აიღონ და დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და ძალაუფლების სხვა მიმტაცებლებს საქართველოში, წერს მარკო მიხელსონი.